მოგესალმებით, ეს საჭირო პოდკასტია. მე ვარ დათუნა პაპუაშვილი, მე ვარ ნინი ჭიშკარიანი და ჩვენ ვართ ბავშვები ართოლიდან. ჩვენ დღეს ისევ შევხვდით ერთმანეთს. ძალიან საინტერესო და ბევრისთვის ნაცნობი თემით. როგორია მოზარდების ურთიერთობა მშობლებთან? მოზარდობა ხომ სწორედ ის პერიოდია, როდესაც ჩვენ ახალი ინტერესები გვიჩნდება. გვინდა უფრო მეტი დამოუკიდებლობა და ყველაფერი უფრო რთულდება, შეიძლება ითქვას. ზოგჯერ ერთმანეთ ძალიან კარგად უგებთ, მაგრამ ზოგჯერ გონია რომ საერთოდ არ გვესმის ერთმანეთის. და რატომ ხდება ასე? როგორ შეიძლება ოძახში უფრო მშვიდი და ნდობაზე დაფუძნებული გარემო იყოს? შენ გქონია ისეთი მომენტი, როდესაც მშობელს რაღაც უთხარი და ის მან ვერ გაგიგო და უთანხმოება მოგცვლიათ? კი, უთანხმოება მოგცვლია ბევრჯერ და ზოგადად უთანხმოება ჩვენ შორის ხდება სასკოლო ამბებზე, საკუთილო პროცესი, ბავშვებში კონფლიქტი ან უბრალო ურთიერთობები. ყველაზე ხშირი კონფლიქტები ალბათ ამაზე ხდება. და შენთან თუ ყოფილა ესეთი შემთხვევა? კი, ალბათ იყო, იქნებოდა. მაგრამ ასე კონკრეტულად არ მახსენდება, რაც წვრილმანებზე ყველა ოჯახში არის მშობლებსა და მოზარდებს შორის ესეთი გაურკვევლობები. მოდი ახლა ჩვენი სტუმარი წარვადგინოთ. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება სალომე ყუბანეიშვილი, ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი. მოგესალმებით, მადლობა რომ მობრძანდით ჩვენთან. გამარჯობა, დათუნა, ნინი, მადლობა რომ დამპატიშით. კარგი, მაშინ გადავიდეთ უკვე ამ თემა განვიხილოთ. რატომ არის მოზარდობა ასეთი განსაკუთრებული პერიოდი? ჩვენ ამ თემას ხშირად შევხებივართ ხოლმე და ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი თემაა, იმიტომ რომ მოზარდი არის ადამიანი, რომელიც ზღვარზეა, უკვე აღარც ბავშვია, აღარც დასრულია, ხო, ჯერ დასრული არ გამხდარა, ასე რომ ვთქვათ რა. და შესაბამისად, მასში არის ხოლმე ძალიან ბევრი ემოცია და სხვადასხვა შერეული გრძნობები. ერთის მხრივ დამოუკიდებლობა უნდა რომ თვითონ გააკეთოს ყველაფერი, თვითონ გამოუვიდეს. მეორეს მხრივ დახმარებას ითხოვს მშობლისგან, ოღონდ ირიბ დახმარებას ხოლმე, რომ აი ის კი არა რომ მე ბავშვი ვარ და სუსტი ვარ, არამედ დამოუკიდებელი ვარ, მაგრამ რაღაცებში მაინც მხარდამჭერა ჭირდება და ეს გარდამავალი ეტაპი ადამიანის ცხოვრებაში საკმაოდ ისეთია მნიშვნელოვანია ერთი და მეორე არ არის მარტივი გასავლელი გზა, თუმცა ნუ ყველანი გავდივართ, მეც მახსენდება ჩემი თავი გარდატეხის ასაკში, მოზარდობის ასაკში და ისეთი რო გითხრათ რომ ძალიან სასიამოვნოდ მახსენდება არა, თუმცა რაღაცა თავისი დადებითი და საინტერესო სიღრმისეული პროცესები აქვს ხოლმე ამას. კი, მე ზოგჯერ გამჩენია, რომ თითქოს თანასწორად ვერ აღგიქვამენ და უფრო სურვილი გიჩნდება, რომ თანასწორებით აღგიქვან და უფრო ისე გელაპარაკონ, როგორც პატარას კი არა, როგორც მათ ტოლს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით ამ დროს მოზარდობის პერიოდში მით უმეტეს. რომ გქონდეს მშობლის მხარდაჭერა და იმედი. და ასევე ნუ უფრო მეტ мотиваციასაც გაძლევს, მე ესე მგონია რომ აკეთო შენი საქმე და რაც გიყვარს ის. რატომ ჩდება ამ ასაკში უფრო ხშირად უთანხმოებები მშობლებსა და შვილებს შორის? მშობლისთვის ძალიან რთულია იმის აღიარება, რომ შვილი უკვე გაიზარდა და რაღაცებს მის გარეშე აკეთებს და გვიჭირს ხოლმე რომ გაუშვათ და რაღაც თავისუფლება მივცეთ, თავისი არჩევანის საშუალება მივცეთ. თან ფონად გვაქვს ის შეცდომები, შიშები, რაც ჩვენ უკვე გავიარეთ და თითქოს ამ ყველაფერსგან ვიცავთ ხოლმე ჩვენ შვილებს რა. რეალურად კი მეორეს მხარეს ხდება მოზარდი, რომელსაც ესეთი ძაფრი ემოციები აქვს უკვე და დამანებე რა დედა თავი მე ჩემი გზა მაქვს ხა გასავლელი და აი აქ ერთმანეთის შეხვედრის მომენტში ვაწყდებით ხოლმე კონფლიქტებს, რომელიც არის უფრო მეტად მოჭარბებული ემოციების ბრალი, ვიდრე რეალურად რაღაცა ფაქტებზე დაფუძნებული, იმიტომ რომ შეიძლება მშობელმა და შვილმა ამ ასაკში იჭყუბოს ძალიან ელემენტარულ რაღაცაზეც კი, აი ყოფითი ნებისმიერი თემა, რომელიც სხვა დროს შეიძლება მარტივად გვარდებოდა, დღეს საკამათო და ისეთი ძიმე თემა აღმოჩნდეს. თქვენი აზრით მშობელმა უნდა მისცეს თუ არა ბავშვს მის შესაძლებლობა რომ თვითონ გაიაროს ამ ბავშვმა ყველაფერი და აი მშობლის გამოცდილებით კი არა კეთოს ეს ყველაფერი, თვითონ ისწავლოს თავის შეცდომებზე და თვითონ განიცადოს ეს ყველაფერი. ძალიან საინტერესო მომენტია, ნახეთ, მშობელი მისცემს თუ არ მისცემს ამის უფლებას, ბავშვი მაინც თვითონ გადის ამას რა. მშობელმა პროსტა ხელი არ უნდა შეუშალოს ამაში, იმიტომ რომ
რაც უფრო მეტად დაიჭერს თავის თავთან ახლოს მშობელი და თავის გამოცდილებას მოახლოს თავზე, მით უფრო მეტად გაუჭირდება ბავშვს ამის გავლა. თუმცა არის რაღაცა მომენტები, სადაც როდესაც ვეხებით ბავშვის უსაფრთხოებას, იმიტომ რომ ზოგჯერ ქიშური აზრებიც გავწუხებთ ხო, რომ რაღაცა ღამე გავათენო, სახში არ მოვიდე, სადღაც ისეთ ადგილას წავიდე, ან ისეთი სპორტით დავკავდე, რაც შენ სიცოცხლისთვის არც თუ ისე უსაფრთხოა. ამ შემთხვევაში მშობელმა უნდა დაიტოვოს ეს უსაფრთხოების როლი, რომ რაღაცა კუთხით მეტი გამოცდილება აქვს, რაღაცა კუთხით მეტი იცის, თუმცა მოზარდებისგან ჩვენც ბევრ რაღაცას ვსწავლობთ უკვე და ამიტომ უნდა აუხსნას ეს, რომ მე შენ გაძლევ თავისუფლებას, მაგრამ მე ვზრუნავ შენ უსაფრთხოებას. მე ვიცი მაგალითად ჩემს ირგვლივ ბავშვები, მშობლები რაც უფრო კაცრად ექცევიან და რაც უფრო მეტ საზღვარს უწესებენ, ისინი რაღაც მარტივ და ელემენტარულ რაღაცებსაც შეიძლება ძალითაც კი აკეთებდნენ, რომ არ მოექცნენ ამ საზღვრებში და გააკეთონ ისეთი რაღაცები, რაც თვითონ სურთ და რამდენად როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს მშობელი, ანუ სიმკაცრე უკეთესია თუ მეგობრული დამოკიდებულება მოზარდთან თუ როგორი დამოკიდებულება? ხო, სწორედ აღნიშნე შენ, რომ რაც უფრო მეტად სხუტავ, პროტესტი უჩნდება ადამიანს მოზარდს, რომ შეეწინააღმდეგოს და თავისი პოზიცია დაიცვას და რაც უფრო მეტად მიდიხარ შეთანხმებაზე, რომ რაღაცა შევთანხმდეთ როგორ გინდა, ერთად მივიღოთ გადაწყვეტილება და მას აღიქვა ისე როგორც თანამშრომელს ამ პროცესში, მით უფრო მეტად მოგყვება მოზარდის. თუმცა არის ხოლმე სიტუაციები, რომ მაინც არ ხდება ისე, მაინც ვაწყდებით ამ კონფლიქტებს ერთმანეთში და მშობლებიც უშვებენ შეცდომებს კი. და მეც როგორც მშობელი, მეც ბევრი შეცდომა დამშვია ჩემ შვილებთან. მოზარდებს ხშირად მეტი თავისუფლება უნდათ და როგორ უნდა იპოვონ მათ ბალანსი მშობლებთან ურთიერთობისას? ბევრი თავისუფლება უნდათ, სწორედ აღნიშნე შენ და მშობლებს უჭირთ გაშვება ბავშვების, რომ რაცა მისცენ ეს თავისუფლება თავიანთი შეზღუდულობიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ზოგჯერ მშობლები ანუ დასრულებიც კი ვერ ვაძლევთ თავისუფლებას, რომ ბოლომდე თავისუფლები ვიყოთ, ხო? არ ვიცი, ძნელია. ალბათ ისევ დიალოგით, ისევ ერთობლივი გადაწყვეტილებით და განხილვით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც არ უნდა მოხდეს მშობელსა და მოზარდს შორის, იმ კონკრეტულ სიტუაციაში რაც არ უნდა რთული შეხვედრა ქონდეთ მათ, შემდეგ როდესაც მათი ემოციური მდგომარეობა უფრო დაბალანსდება, ფონიურად ასაც დაიწყებს, კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს და ისაუბრონ და მშობლებს გვიჭირს ხოლმე ჩვენი ემოციების გაზიარება, რომ რაღაცა მოხდა და არ ვამბობთ რა, არ ვაღიარებთ, რომ იმ დროს გაბრაზებული ვიყავი, შეიძლება ჩემ შულზე არა და სულ სხვა რაღაცაზე, ან დაღლილი ვიყავი და იმიტომ შეგეწინააღმდეგე, იმიტომ გაგიბრაზდი და ამას თუ ღიას ვეტყვით შვილებს, შემდეგ ბევრად უფრო მარტივია ხოლმე მათთან კომუნიკაცია და იგივეა ბავშვებთანაც რა. როდესაც ბავშვი გეუბნება მერე რომ დედა მე ვნახე რომ რაღაცა ცოტა ზედმეტი მომივიდა, მეტი მოვითხოვე, მაგრამ აი ჩემი ბევრი მეგობარი მიდიოდა და მე ძალიან მომინდა, აი გულით მინდოდა ამის გაკეთება და ვიცი რომ არ შეიძლება, მაგრამ რაღაცა წესების დარღვევა ხო შეიძლება რომ დაუშვოთ. ამ შემთხვევაში აი ეს შეხვედრის ადგილი ამ დროს, როდესაც გულწრფელად ლაპარაკობს მშობელიც და შვილიც, უფრო საღი და უფრო მარტივია ხოლმე მე. ოჯახში თუ კამათი ხდება, ანუ ეს რას ნიშნავს? ცუდი რამე არის კამათი თუ პირიქით შეიძლება უკეთესი რაღაც ინფორმაცია მიიღოს ბავშვმა მშობლისგან და მშობლმა პირიქით ბავშვისგან? მე არ შევხვედრივალ ოჯახს, რომელშიც კამათი არ არის, არ ვიცი თუ ესეთი ოჯახი გაგიგიათ, ესე იგი კარგად მალავენ ამას, იმიტომ რომ სხვანაირად არ ხდება რა. როდესაც ადამიანები ვართ და 1-2 მეტი ადამიანი ცხოვრობს ერთ სივრცეში და დიდ დროს ატარებენ ერთად, გამორიცხულია რომ მათ შორის რაღაცა კამათი არ მოხდეს რა. მთავარი ამ კამათიდან როგორ გამოხვალ და როგორ მოვაგვარებ შემდეგ ამ პროცესებს, თორე კამათი არის ძალიან ჯანსაღი პროცესი, რომელიც ყველა ოჯახში ხდება და დამატებით გამოცდილებაა ბავშვისთვის, ხო, რომ როგორ დავალაგო ეს ურთიერთობები შემდეგ ოჯახის წევრებთან და შემდეგ უკვე სოციუმთან, ხო, რასაც ვწავლობ მე ოჯახში და როგორც
ვალაგებ მე ურთიერთობებს ოჯახში, შემდეგ ამის მაგალითზე ვცდილობ, რომ ურთიერთობა დავამყარო ოჯახის გარეთ სხვა ბავშვებთან, დასრულებთან, მასწავლებლებთან. შესაბამისად ვერ იზამ ესე, რომ კამათი არ ხდებოდეს ოჯახში და არც უნდა გვეშინოდეს ამ კამათის. იმიტომ რომ საკმაოდ ისეთი ჯანსაღი პროცესი და ბუნებრივი პროცესი. როგორ შეიძლება კამათისას პატივისცემა, ერთმანეთის პატივისცემა შევინარჩუნოთ? ხო, ამის შენარჩუნება ძალიან რთულია, იმიტომ რომ სხვა ემოცია მოდის და რაც უფრო ახლოა ჩემთვის ადამიანი, ვისაც ვეკამათები, მით უფრო მეტი ემოცია მომდის. აქ ბრაზობ კიდევაც, მეშინია კიდევაც, დიდი სევდა მაქვს, რომ ეს ყველაფერი რაღაცნაირად ერთად მაწყდება თავს, ასე რომ ვთქვათ რა და ამ დროს რაც უფრო მაღალ დონეზეა ჩემი ემოციები, ჩემი ტვინის ფუნქციონირება იკლებს. და შესაბამისად შეიძლება ისეთი რაღაცა წამომწდეს, რის თქმა საერთოდ არ მინდოდა და მე გული დამწყდეს, ჩემი საყვარელი ადამიანის ვაწყენინო. ამიტომ მნიშვნელოვანია ხოლმე რომ აი რაღაც ეტაპზე ან გავერიდოთ სიტუაციას, როცა ხვდებით რომ ჩვენ თავს ვერ ვაკონტროლებთ და ის კი არა რომ აი კარი გავიჯახუნე და გავედი გაბრაზებული. უბრალოდ ვთქვათ რომ აი მოდი გთხოვთ, ცოტა დამშვიდდეთ და მე ვისაუბროთ ამაზე, იმიტომ რომ ამ დროს რაც არ უნდა ბევრი ვისაუბროთ, თუ ჩვენ შინაგანად არ დამშვიდდებით, ეს დაემატება და შეიძლება ისეთ რაღაცამდე მიგვიყვანოს, რაც საერთოდ არ გვინდოდა რომ ერთმანეთისთვის გვეთქვა. ამიტომ მნიშვნელოვანია პირველ რიგში ჩვენი თავის ბალანსი ვისწავლოთ და თუ ხვდებით რომ ამას იმ მომენტში ვერ ვახერხებთ, უბრალოდ სიტუაციისგან ცოტა ხანი გარიდებული ვიყოთ. და ძირითადად რა შეცდომებს უშვებენ მშობლები მოზარდების მიმართებაში? როგორი შეცდომებია? რაში გამოიხატება? ბევრ შეცდომას უშვებენ, მეც ცოტა ხნის წინაც აღვნიშნე, რომ მეც ბევრ შეცდომას უშვებ, იმიტომ რომ ესეთი სტერეოტიპი არსებობს საზოგადოებაში, რომ ბავშვი და ფსიქოლოგი არის იდეალური დედა და საერთოდ არ ვარ იდეალური დედა, იმიტომ რომ ჩემი შვილებისთვის მე ჩვეულებრივი დედა ვარ. შეიძლება სხვის ბავშვებთან უფრო კარგად გამომდიოდეს ურთიერთობა, მაგრამ ჩემი შვილებთან ნაკლებად. საკმაოდ რთული და გადატვირთული გრაფიკი გვაქვს დღეს მშობლებს და ყველაზე ხშირად შეცდომებს უშვებთ მაშინ, როდესაც დაღლილები ვართ. მოდივართ სახლში, ჩვენი რაღაცა გადატვირთული გრაფიკის მერე, სადაც ქონდა პრობლემები, რაღაცა მოვაგვარეთ, რაღაცა ვერ მოვაგვარეთ და შეიძლება ელემენტარულ რაღაცაზეც გაუბრაზდეთ ბავშვს. მაგალითად ის, რომ არ დაგვხვდა გაკვეთილები მომზადებული, ან არ მიირთვა სადილი, რომელიც დახვდა სკოლის მერე. და ხვდება მოზარდი, რომელიც თითქოს აი არაფერი არ დაუშავებია, ნუ არ შიოდა და არ ჭამარა და შენ ეჩხუბები. იმას წqins, იმიტომ რომ ვერ ხვდება, რომ შენ იმას კი არ ეჩხუბები, ის დაგროვილი რაღაცები მოგაქვს დღის განმავლობაში და ეს ბოლო შეხვედრა იყო, როცა გეგონა რომ შენი შვილი გაგიგებდა და იმას კიდე თავისი დაგროვილი პრობლემები აქვს, რომელიც სკოლაში შეხვდა, იქ მასწავლებელმა გააბრაზა, იქ მეგობართან ჩხუბი მოუვიდა და ესეთი დაგროვილ რაღაცებს, როცა ერთმანეთს ვახვედრებთ ხოლმე, მაშინ ყველაზე დიდ შეცდომებს უშვებთ. დამშვიდებულზე, როცა გააზრებული გაქვს რაღაცა, როცა ფონი ასე ვთქვათ, გარემო 7-ია, მაშინ ნაკლებად გვაქვს ხოლმე კონფლიქტები. თითქოს გარემოც არ გვაძლევს ამის საშუალებას, რომ უფრო ერთმანეთთან ახლოს ვიყოთ, ეს როგორც სამსახური იქნება თუ სკოლა იქნება, დროს ვერ ვატარებთ ერთმანეთთან, რომ უფრო სხვანაირი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდეს და მაგალითად ბავშვი, როდესაც სახლში ელოდება მშობელს და უნდა რომ რაღაცა გაუზიაროს და მშობელი იმდენად დაღლილია, რომ შეიძლება იმ წამს მაგაზე ვერ იფიქროს, რომ აი როგორი დრო გაატარა მაგალითად ბავშვმა დღეს სკოლაში და ამაზე ვერ ისაუბრონ და ეს რა თქმა უნდა ურთიერთობას აცივებს და უფრო ერთმანეთისგან აშორებს მშობელს და მოზარდს. კი, სრულიად გეთანხმ. და როდის არის მნიშვნელოვანი ბოდიშის მოხდა? ბოდიშის მოხდა ყოველთვის მნიშვნელოვანია. სულ რო თავს იმ მომენტში ძალიან დამნაშავედ არ გრძნობდე, თუ მეორე მხარე ნაწყენია, ოღონდ გულწრფელი უნდა იყოს ეს ბოდიში რა. მე ბოდიში არ უნდა მოვიხადო, იმიტომ რომ რაღაც თავსვალდებულად გრძნობ რა. თუ შინაგანად გაქვს ეს მოთხოვნილება, რომ ის ადამიანი, რომელსაც აწყენინე, შემოირიგო, ასე ვთქვათ, ბოდიში ყოველთვის მნიშვნელოვანია და ძალიან დიდ გამბედაობასაც მოითხოვს რა. ყველას ესე მარტივად არ შეუძლია გულწრფელი ბოდიშის თქმა და ძალიან
მნიშვნელოვანი რაღაცა. ხო, ამას არ აქვს მნიშვნელობა, რა საკის იქნება, ბავშვი იქნება თუ მშობელი, ორივეს უჭირს ბოდიშის თქმა და რაღაც ზოგჯერ აღიარება რომ დამნაშავეა და აღიარება კიდე ძალიან მნიშვნელოვანია და ალბათ ადამიანებმა უნდა ვისწავლოთ ჩვენ შეცდომებზე პასუხისმგებლობის აღება. აი შეიძლება სიტყვა არ თქვა თვითონ ბოდიში და მასე მნიშვნელოვანი ქმედება ჩაიდინო რა რაღაცა თქვა ჩხუბის მერე მიხვიდე და ან მშობელი ან ბავშვი ჩაეხუტოთ ერთმანეთს და ეს ბოდიშის ტოლფასი იყოს ან უფრო მეტიც კი უბრალოდ რაღაცა გადადგა პირველი ნაბიჯი ამ კონფლიქტის მერე რის შემდეგაც თქვენი ურთიერთობა გაცილებით უფრო თბილი იქნება. და რა შეცდომებს უშვებენ მოზარდები? ამას თქვენ გკითხავთ. იმიტომ რომ თქვენ უფრო ახლოს ხართ მოზარდობასთან. თქვენი აზრით რა შეცდომას უშვებენ მოზარდები? ჩემი აზრით, ჩემი თავისგან თუ ავიღებ მაგალითს, ბევრჯერ მქონია ესეთი შემთხვევა, რომ აი მაგალითად დედაჩემი მეუბნება ისეთ რამეს, რაც უნდა გავითვალისწინო, მაგრამ ხშირად ხდება, რომ ან ვერ ვითვალისწინებ, ანუ ზოგჯერ ყოფილა შემთხვევა, რომ მეზარება, ზოგჯერ ყოფილა შემთხვევა, რომ არ მინდა და ჩემი აზრით ეს არის ერთ-ერთი დიდი შეცდომა მოზარდების. ხო, ალბათ ისევე როგორც მშობლები და მოზარდებიც ვერ ახერხებენ იმ მომენტში იფიქრონ სხვაზე. ანუ შეიძლება ძალიან ეგოისტურად გამოვიდეთ მოზარდებსაც თავის დღემ ჩაიარა, რაღაც თავის ხათაბალები გადახდა და ახლა თითქოს შეიძლება მშობელზე ვერ იფიქროს, როგორი დღე ქონდა მას, იმიტომ რომ მან არ იცის, ისევე როგორც მშობელმა არ იცის მოზარდის გამოცდილება. და ცოტა ზოგჯერ ალბათ ეგოისტებიც ვართ მოზარდებით და მშობლებიც. თუმცა დარწმუნებული ვარ, ეხლა თქვენ როგორ გულწრფელადაც ამას მეუბნებით, მშობელს რომ მსგავსი რამ უთხრას თავისმა შვილმა აუცილებლად გაუგებს და რაღაცა ისეთი არის ხოლმე. ცოტა რა გეხება ემოციურად ეს ფრაზები, რომ აი მე ეს მჭირს და გამიგე და ესეთი სასიამოვნო მოსასმენი იყო ჩვენთვის. რა უნდა გააკეთონ მშობლებმა, რომ ეს ურთიერთობა უფრო გახსნილი გახდეს მოზარდებთან და მოზარდები არ ჩაიკეტნონ თავიანთ თავში. პირველ რიგში უნდა იცოდონ, რომ მეტით დრო დაუთმონ საკუთარ შვილებს. ოღონდ ეს არ ნიშნავს ფიზიკურ დროს, რომ ჩვენ ერთ სივრცეში ვიყოთ. ეს ნიშნავს მართლა შინაარსობრივად გატარებულ დროს, როდესაც მე შენ იმესმის, მე შენ გისმენ და შენ ჩემი გესმის და შენ მე მისმენ სხვანაირად რა. იმიტომ რომ ესეთი ღრმა დიალოგები ძალიან მნიშვნელოვანია მშობელსა და შვილს შორის. სასურველია ხოლმე, რომ თავისი გამოცდილებებიც გაუზიაროს, იმიტომ რომ ჩვენ ყველანი ვიყავით მოზარდები და რაღაცები ჩვენს გადაგვხდენია და ბავშვებსაც ძალიან აინტერესებთ ხოლმე, რომ აი შენთან როგორ იყო, შენ როგორ უმკლავდებოდი და ამას როცა გულწრფელად აღიარებს, მარტო კარგს კი არა, თავის შეცდომებსაც და თავის გასაჭირებსაც იმ პერიოდში, მე მშობლები სხვანაირად ბავშვები უკაცრავად სხვანაირად იქცევიან ხოლმე და ასევე მნიშვნელოვანია, რომ გაუზიარონ თავიანთი ემოციებიც და თავიანთი მდგომარეობაც, ხო, რომ რაღაც სიტუაციაში ეს შენ არ გეხება, შენ ბრალი არ არის, მე ვიყავი ცუდად. მე ეხლა გაბრაზებული ვარ. ის კი არა, რომ შენ მე ეხლა გამაბრაზე. არა, მე ვარ გაბრაზებული რა და ეს ძალიან მოქმედებს ხოლმე, იმიტომ რომ ბავშვები მაინც ისე არიან მოწყობილები, ასე ვთქვათ, რომ გონიათ, რომ ყველაფერი მათი ბრალია. ის რომ დედა გაბრაზებულია, ეხლა ჩემი ბრალია. იმას ვერ ხვდებიან, რომ შეიძლება სხვა რაღაცაზე იყოს გაბრაზებული და ეს ბრაზის შემდეგ ბავშვზე გადაიტანოს. ამიტომ ამის ახსნა ძალიან მნიშვნელოვანია და ბოლოს გულწრფელი სიყვარულის გაზიარება, რაც ჩვენ ყველას ძალიან გვჭირდება. კი და ჩემი აზრით ხშირად მოზარდებ უფროსებს და მშობლებს მქონია შემთხვევა, აი როგორც მაგალითად მასწავლებლების მაგალითზე რო განვიხილოთ, თითქოს ავიწყდებათ, რომ თვითონაც იყვნენ ოდესმე ბავშვები და თვითონაც იგივე აქვთ გავლილი. ესე თეორიულად კი იცი, ან თითქოს და გასწავლიან, მაგრამ შენ ვერ ხედავ, რომ რაღაცაში შეიძლება დაგეთანხმონ, ან თვითონაც მასე ფიქრობდნენ ოდესღაც და ეს ჩემი აზრით მნიშვნელოვანია, რომ აუხსნას მშობელმა ბავშვს. და რას ურჩევდით მოზარდებს, რომლებსაც საუბარი უჭირთ? ან მშობლებთან, ან მასწავლებლებთან? ალბათ მოზარდებსაც იგივეს. იყვნენ მეტად გულწრფელები, მეტად თამამები გაზიარებაში
და რამდენადაც არ შეიძლება არ გაუგოს მშობელმა, მაინც ცადონ. ერთხელ არ გაგიგებს, მაინც ბოლომდე შენ პოზიციაში იყავი და ერთ ცდაზე ნუ დანებდებით, ასე ვთქვათ და ნუ იტყვით, რომ აი მე კი მინდოდა დედას, მამას მხარდაჭერა, მაგრამ არ მომისმინა და რაღა აზრი აქვს და მე აღარასდროს არაფერს არ გაუზიარებ რა. მაინც ცადონ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება რაღაც ეტაპზე უთხრან, რომ აი ხლა არ მცალია, ხლა დაღლილი ვარ. შემდეგ აუხსნან, რომ შე რომ მითხარი, რომ დაღლილი ვარ, მე ეს ძალიან მეწყინა და ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო იმ დროს შენი მხარდაჭერა. გულწრფელი გაზიარებები ძალიან მნიშვნელოვანი. და არის თუ არა რაიმე ჩვევა, რომელიც ოჯახურ ურთიერთობას უფრო გაუმჯობესებს. არსებობს თუ არა ესეთი? ძალიან საინტერესო სახალისო არის ხოლმე ოჯახური ტრადიციები, როდესაც ერთობლივად აყალიბებენ. ან აქვთ რაღაცა სამაგიდო თამაში, ან თვის, კვირის დღე, როდესაც ერთად ატარებენ დროს და იციან, რომ ეს უკვე რუტინაშია ეს ყველაფერი და ამის წყალობით ჩვენ უფრო გვეზრდება სივრცე, სადაც ერთმანეთს შევხვდებით და ესე პატარ-პატარა თითქოს ელემენტარული სასაცილო შეხვედრის წერტილები ჩვენ ურთიერთობას ბევრად უფრო საინტერესოს და მნიშვნელოვანს ხდის ხოლმე. კი, ჩემი აზრით ყოველდღიურობიდან უნდა გათავისუფლდეს როგორც მშობელი, ისევე ბავშვიც და რაღაც კვირაში ერთი დღე მაინც უნდა იყოს გამოყოფილი, სადაც თუნდაც უბრალოდ სახლში იქნებიან ერთად და რაღაც დროს გაატარებენ ერთად. ეს მნიშვნელოვანია ჩემი აზრით. ტრადიცია ესე არა, მაგრამ მქონია ერთხელ შემთხვევა, ვაპირებდით ოჯახი ერთად გასვლას და ამ დროს დედა ცუდად გზობდა თავს, ვერ ახერხებდა და მე და მამაჩემმა გადავწყვიტეთ, რომ ესეთი რაღაცა სურპრიზივით მოგვეწყო რაღაცები ოთახში, ჩემს კომპიუტერში, ესე რომ ვთქვათ, ჩავთეთ საინტერესო ფილმი, მოვიმარაგეთ, ასე ვთქვათ, სნეკები და დედას გაუხარდა ეს ძალიან, იმიტომ რომ იგი ძნო ჩემი აზრით, რომ არ არის მარტო გვერდში უდგანა საყვარელი ადამიანები და ოჯახის წევრები. ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე ესეთი ამბები რა და როგორც მშობლისთვის, ისე შვილისთვის, ახ შენც როგორც ყვები ხარ, საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდით რჩება ხოლმე მეხსიერებაში და იმ მომენტში, როდესაც თავს მარტო გრძნობ, როდესაც რაღაცნაირად უარყოფილად გრძნობ, ამ მომენტების გახსენებაც ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე რა, რომ აი ნახე მაშინ ჩვენ ერთად რა კარგად ვიყავი, ხა კი შეიძლება ბრაზობს, ან შეიძლება ხა მე ნაწყენი ვარ დედა ჩემზე, მაგრამ ის სითბო და სიყვარული არსად არ მიდის. შეიძლება რაღაც ეტაპზე ემოციები შეიცვალოს, მაგრამ ის გრძნობები, რომელიც ერთმანეთთან გვაკავშირებს, არსად არ ქრება. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია რაღაც წვრილმანები. ადამიანებში წვრილმანები იწვევს ბედნიერებას, აი რაღაც ზრუნვა, პატარა ზრუნვაც კი დიდხანს რჩება ადამიანის გონებაში, როგორც ახსენეთ და ძალიან მნიშვნელოვანია ერთმანეთი გავახაროთ. არ აქვს მნიშვნელობა ეს დაბადების დღე და რაღაც დღესასწაული არ არის საჭირო მხოლოდ იმისთვის, რომ ერთმანეთი გავახაროთ ყოველდღიურად. დიდი მადლობა, რომ დღეს ჩვენი სტუმარი იყავით და გვესაუბრეთ ასეთ საინტერესო თემაზე, როგორიც არის ბავშვების და მშობლების ურთიერთობა. მე მგონი საინტერესო საუბარი გამოგვივიდა. დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. ჩემთვისაც ძალიან საინტერესო იყო, იმიტომ რომ ყოველთვის მნიშვნელოვანია ხოლმე იმ ასაკის ბავშვებთან შეხვედრა, რომლებსაც მსგავსი თემები ეხება და თითოეული თქვენგანის აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მადლობა ასეთი გულწრფელი გაზიარებისთვის. დღეს ჩვენი სტუმარი იყო სალომე ყობანეიშვილი, ფსიქოთერაპევტი და ფსიქოლოგი და ჩვენ შემდეგ პოდკასტამდე დაგემშვიდობებით. ნახვამდის. ნახვამდის.